გურამ დოჩანაშვილის სიტყვებია: მწერალი არ არსებობს, არის გადამწერი, არ არსებობს მხატვარი, არის გადამხატავი, სულიწმინდა უბიძგებს ყველა ხელოვანს. მართლაც ამ ახალგაზრდებში იგრძნობა სულიწმინდის ის დიდი ძალა, რასაც შემდგომ მრავალფერთა შეხამებით გვაწვდიან ჩვენ. მათი ნამუშევრები იმითაა გამორჩეული, რომ წარსულის საფუძვლებსა და გამოცდილებას არამც თუ მოწყვეტილია, არამედ პირიქით, ისინი წარსულ გამოცდილებაზეა დაყრდნობილი და აი ასე იქმნება უამრავი ნამუშევარი, რომელსაც ხელოვნებათმცოდნეები და კრიტიკოსები დადებითად აფასებენ. ორგანიზაცია ხელოვნების ენა ძალიან მარტივად და ბუნებრივად დაიბადა სახლში, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ნაგებობა მე-17 საუკუნიდან თბილისის ერთ-ერთ ძველ ვერცხლის ქუჩაზე მდებარეობს. ამ სახლში ოდითგანვე ტრიალებდა ხელოვნების სუნი. თავის დროზე აქ ოქრომჭედლები ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდნენ. დღეს კი აქ მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის ოჯახი ცხოვრობს. ეს სახლი არა მარტო ოჯახის წევრებისთვის, არამედ მრავალი ხელოვანი ადამიანისთვის შთაგონების წყაროდა აქცეული. ეკლესია, რომელიც სახლს პირდაპირ უყურებს, მე-16 საუკუნის ძეგლია. ტაძარი ამ სახლთან ერთმა ამბავმა განსაკუთრებულად დააკავშირა. ტაძარი, რომელიც დაიწვა კომუნისტების დროს, აისახა ჩვენს ბუხარზე. ამ სახლში ხელოვანი ადამიანები ხშირად იკრიბებიან. ჩნდება ახალი იდეები, იმართება ხელოვნებაზე საუბრები, განიხილავენ იმ ნამუშევრებს, რომელსაც ეს ახალგაზრდები ქმნიან. ხშირმა შეხვედრამ დაბადა იდეა შეექმნათ ორგანიზაცია, სადაც ახალგაზრდა ხელოვანები თავის იდეებს რეალურად განახორციელებდნენ. ვქნით ახალ ხელოვნებას, დაყნობით ძველ კლასიკურზე, ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გამოცდილებას, რაც დაგროვდა იმ საუკუნეების მანძილზე და ეს შეგვეხმარება, რომ შევქმნათ ახალი ჩვენი ხელოვნება. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ქართული კულტურისა და საერთოდ ხელოვნების პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. ჩვენ ახალგაზრდებმა ავიღეთ ეს მისია და ჩვენს თავზე, რომ სახვით ხელოვნება სჭირდება დაცვა. ორგანიზაცია იმითაა გამორჩეული, რომ აქ არა მარტო მხატვრებს, არამედ მოქანდაკეებსაც შეუძლიათ თავისი იდეების განხორციელება. მათი ერთობლივი მუშაობა ძალზე საინტერესოა. რაც გამოფენა მოხდა, იყო ერთად გაჩატარდა, თუ კი რამე იგეგმება კიდევ და თუ კი რამეს აპირებს ეს ორგანიზაცია, ყველაზე კარგი ის არის, რომ ხდება ქანდაკებასთან ერთად. მართალია ორგანიზაცია არსებობის პირველ ნაბიჯებს ითვლის, მაგრამ მათ რამდენიმე იდეის წარმატებით განხორციელება უკვე შეძლეს. სულ ცოტა ხნის წინ ქარვასლაში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით წარსულისა და აწმყოს შეხვედრა, სადაც 14-მა ახალგაზრდა ფერმწერმა და მოქანდაკემ საგამოფენო სივრცეში თავისი ნამუშევრები გამოფინა. მე თვითონ მოქანდაკე ვარ და ძალიან კაი გამოფენა გამოვიდა, ამას ვამბობთ იმის შემდეგ, რაც თვითონ მნახველმა და დამთვალიერებელმა თქვა და რავი, ძალიან კაი სიტუაცია იყო თვითონ იმით, რომ საერთოდ იშვიათია, როცა საგამოფენო სივრცეში ქანდაკება და ფერწერა ერთად იფრენება. ეს ნახატი გიორგი კუხალაშვილმა ახლახანს დაასრულა. ჩვენს გადამღებ ჯგუფს შესაძლებლობა მიეცა ნამუშევარი სახელწოდებით ტოლსტოი თბილისში ორგანიზაციის წევრებთან ერთად პირველს ენახა და ერთად განეხილათ. იგი 16 მაისს ერთ-ერთ საგამოფენო სივრცეში გამოიფინება. შეკრებილი ეს ამოდენა შემოქმედი ახალგაზრდა კაცი იმედს ახავს გულში, რომ ეს ხალხი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის შემოქმედებით ღირსებებს დაიცავენ. ორგანიზაციაში ხელოვნების ენა ყველა იმ ხელოვანს შეუძლია გაერთიანდეს, რომელსაც შესაძლებლობა და სურვილი აქვს წარსული გამოცდილების გაზიარებით შექმნას ახალი, ჯანსაღი კლასიკური ხელოვნება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მასზე ძალიან ფრთხილად საუბრობენ, რადგან აღმოჩნდა, რომ მათი იდეები რამდენჯერმე სხვის მიერ მოპარული და განხორციელებული იქნა. ჩვენი ორგანიზაციის ბიჭები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ყველაფერში. იდეები გვაქვს ძალიან ბევრი.
კარგი, ახლა ანუ ახალ მომავალში ვაპირებთ ესე იგი საქველმოქმედო გამოფენის გაკეთებას. პირადად მე მაქვს რაღაც გეგმები ჩვენ ქანდაკებაში ვაპირებთ რომ მოვაწყოთ სიმპოზიუმი, სადაც ადამიანები დაინახავენ თუ ქანდაკება რა პროცესია, თუ ქანდაკების კეთება, რა ხდება, რა განცდა აქვს თვითონ მოქანდაკეს. და ეს ყველაფერი ხელშეუწყობს როგორც დარგის პოპულარიზაციას, როგორც ქანდაკებას, ასევე ხალხი ნახავს ახალგაზრდა მოქანდაკეებს. შეიმეცნე ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს. აი სწორედ ასე შემეცნებით, გააზრებულად და თავისუფლად, ერთი ხელის მოსმით იქმნება ახალი ნამუშევრები, რომელიც მათ შინაგან სამყაროს გადმოგვცემს.